როგორია უსახლკაროების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკამ საკითხზე კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს ჩაატარეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მთავარ გამოწვევად უსახლკაროების პოლიტიკისა და სტრატეგიის არარსებობას ასახელებენ და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. კვლევის თანახმად ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში და მიტოვებულ ამორტიზირებულ სახლებში ცხოვრობენ, არ შეუძლიათ საარსებო შემწეობის მიღება. მერის მოადგილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეიქმნა 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფარი და 76 საცხოვრებელი, რომელშიც მძიმე კატეგორიის ადამიანები იქნებიან მოთავსებული. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ უსახლკაროებმა სოციალური დახმარებით ისარგებლონ, ახალი სერვისების შექმნაა საჭირო. რომ დაადგინა ის, რომ საქართველოს არ გააჩნია არანაირი თანმიმდევრული უსახლკაროების პოლიტიკა, უსახლკაროები ხშირად წარმოადგენენ გარიყულ რეპრესირებულ ჯგუფებსაც, მაგალითად ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს არ შეუძლიათ ისარგებლონ იმ ერთადერთი სოციალური დახმარებითაც კი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს საარსებო შემწეობის სახით, ფულადი დახმარების სახით. ასევე ვიცით, რომ მიმუსაფართა თავშესაფრებში, გადაუდებელი ტიპის თავშესაფრებში მცირე ადგილებით სარგებლობა არ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულები. ჩვენ განვიხილავთ ამ რეკომენდაციებს და ვგეგმავთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავაკეთოთ სტრატეგია, ქვეყნის სტრატეგია უსახლკარო პირებთან მიმართებაში, უსახლკაროების დაძლევასთან მიმართებაში და ამ სტრატეგიის შემუშავების და განხილვის დროს აუცილებლად განვიხილავთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინებთ მოცემულ რეკომენდაციებს. 240 ბენეფიციარიანი თავშესაფრის შექმნა. მეორე თემა არის 76 საცხოვრისის შექმნა 76 ბინით, სადაც სულ მალე ჩვენ ყველაზე მძიმე კატეგორიის უსახლკაროებს გადავიყვანთ, რაც მთავარია თბილისის მერიამ შექმნა პრეცედენტი, შექმნა კომისია, რომელიც განსაზღვრავს უსახლკარობის სტატუსს და ამის მიხედვით სწორედ ყველაზე მძიმე საჭიროებაში მყოფ ოჯახებს გადაიყვანს ამ საცხოვრისი.